დღეს თბილისის დროით 23 საათზე ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება. განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, ქართული ოცნების მიერ განსხვავებული აზრის მქონე პირების დაჯის ტაქტიკებს და საქართველოს წინსვლის სამომავლო გზებს განიხილავენ. თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს შესახებ მოსმენა ჰელსინკის კომისიაში 28 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. 2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში ჩააგდო. მათ მიიღეს 20-ზე მეტი ახალი კანონი, რომლებიც აფართოებს სახელმწიფო ძალაუფლებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ართმევს სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობას. რეპრესიებმა მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიცია. ხელისუფლებამ გაყინა იმ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები, რომლებიც დემონსტრანტებს სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ. დააკავა ჟურნალისტები და ეგრეთ წოდებულ სასამართლო პროცესებზე დაიბარა ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ ამ პროცესების ლეგიტიმაციაზე უარის თქმის გამო დააკავა. მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობა დღეს მძიმე ჯარიმებსა და ხანგრძლივ პატიმრობას იწვევს. ბრიფინგი მიმოიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, ქართული ოცნების ტაქტიკას, განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციის მიზნით, ასევე საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს. ქართული ოცნება ელის, რომ ჰელსინკის კომისიაში დღეს მათი მისამართით კრიტიკული განცხადებები გაკეთდება. შალვა პაპუაშვილის თქმით, ჰელსინკის კომისიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ამ დღის წესრიგს კომისიის რამდენიმე ლიდერი ზუსტად მიყვება. მე მოლოდინი მაქვს, რომ გამოცხადება იქ ალბათონი ლორა თორნტონი და მაინტერესებს ის კვლავ გაიმეორებს თუ არა თავის მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი არის სექსუალური მოძალადე. ასეთი ადამიანის ჩვენებებს ეყრდნობა, როგორც ჩანს, ჰელსინკის კომისია საქართველოსთან მიმართებით, ასე რომ კარგ კამპანიაში ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი რაიმე მოლოდინი არ გვაქვს ჰელსინკის კომისიის მუშაობის სტილს ხედავთ ჩვენ, რომ აქვთ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი ქართული ხალხის წინააღმდეგ და ამ დღის წესრიგს მიყვება რამდენიმე ლიდერი ამ კომისიას. ჰელსინკის კომისიაში გაკეთებული განცხადებები, რომ ქართული ოცნებისთვის მძიმე მოსასმენი იქნება, ამაში დარწმუნებულია ოპოზიცია. მათი თქმით, ჰელსინკის კომისია დღეს ივანიშვილის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს საკუთარ სახელს დაარქმევს. დისკუსია ჰელსინკის კომისიაში საქართველოს ტოვებს ფოკუსში და მათ შორის აწვდის ინფორმაციას ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ქართული ოცნება არ არის სანდო პარტნიორი. რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გაიაზროს, რომ ნებისმიერი ტრანზაქციული ურთიერთობა, რომელიც შეიძლება პოტენციურად ქართულ ოცნებასთან დაიწყონ, ფიასკოს განიცდის, ვინაიდან არ არის სანდო პარტნიორი ქართული ოცნება, ის საკუთარ ხალხს ექცევა ასე და არ დაიცავს არც ერთ შეთანხმებას და არც არ ეცდება ეს შეთანხმება შეასრულოს, ვინაიდან პირდაპირ კავშირში არიან და დაქვემდებარებული არიან პუტინის რუსეთზე და მათი ყველა ნაბიჯი ემსახურება პუტინის გავლენის გაძლიერებას რეგიონში. შესაბამისად, ჰელსინკის კომისია ჩვენ დაგვეხმარება ეს ფოკუსი გასწორდეს და ტრამპის ადმინისტრაციამ დაინახოს ის, რაც ქვეყანაში ხდება. მათ აქვთ ყოველთვის ზუსტი შეფასება, ადეკვატური პასუხი იმ ვითარებაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ საქართველოში თავისი ქმედებებით გამოიწვია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პირველ რიგში, იმით რომ მათ მიიტაცეს ძალაუფლება, მიიტაცეს არჩევნები, მიიღეს რეპრესიული კანონმდებლობა, სურთ რომ სამოქალაქო სექტორი, თავისუფალი მედია, პოლიტიკური პარტიები სრულიად მოაქციონ მარწუხებში და გააქრონ. ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს პატიმრობაში უშვებენ, გრანტების კანონი კი საერთოდ ყველა ადამიანს შეეხება, ვისაც ჰყავს ახლობელი თუნდაც უცხოეთში, ამაზე ბუნებრივია იმსჯელებს ჰელსინკის კომისია, ექნება ერთადერთი სწორი და ადეკვატური პასუხი ქართულ ოცნებას, ის დაარქმევს თავის სახელს. ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს საკითხზე მომხსენებლები იქნებიან მაკლარტი ასოციეიტის მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.